ზეგავლენის თვისებრივი შეფასება. ტრენინგის ეს მოდული შეეხება ზეგავლენის თვისებრივ ანალიზს და იმას თუ როგორ უნდა მომზადდეს აღნიშნული ნაწილი რიას ანგარიში. ამ მოდულში ვუპასუხებთ შემდეგ შეკითხვებს. რისგან შედგება თვისებრივი ანალიზი რიაში? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება რიას თვისებრივი ანალიზის განხორციელებისას? რა ტიპის ზეგავლენას შეიძლება შევხვდეთ თვისებრივი ანალიზისას? პირდაპირი და ირიბი გავლენები. რა მიმართულებებით უნდა განხორციელდეს რიას თვისებრივი ანალიზი? როგორ ხდება თვისებრივ ზეგავლენაზე მსჯელობა რიას ანგარიშში? თვისებრივი ანალიზი როგორც წესი ხორციელდება ისეთ ზეგავლენაზე, რომლის რაოდენობრივი შეფასება ვერ ხერხდება, თუმცა რეფორმის გატარებისას ან რაიმე ინტერვენციის განხორციელებისას ყოველთვის არსებობს ისეთი ზეგავლენა, რომლის თვისებრივი ანალიზი და მიმოხილვა სასურველია ნარატიული ტექსტით. ეს იმისათვის კეთდება, რომ რიას ანგარიშის მკითხველს შეეძლოს სრული ინფორმაციის მიღება რეფორმის პოტენციურ ეფექტებზე. თვისებრივი ანალიზის მომზადებისას სასურველია წარმოდგენილი იყოს ზეგავლენის მასშტაბი. ზეგავლენის მასშტაბზე ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ალტერნატივების რანჟირება მოსალოდნელი ზეგავლენების მიხედვით. ანუ შესაძლებელი იყოს იმის იდენტიფიცირება, თუ რომელ ალტერნატივაშია ესა თუ ის ეფექტი უფრო დიდი. შესაბამისად, თვისებრივი ანგარიშის ქვეთავი უნდა იყოს მომზადებული ისე, რომ იძლეოდეს ალტერნატივებს შორის ეფექტების შედარების საშუალებას. ამასთან ნებისმიერ რიაში იქნება ეს სიღრმისეული თუ სტანდარტული მოსალოდნელი ზეგავლენის თვისებრივი შეფასება აუცილებელია, რადგან ყოველთვის არსებობს ისეთი ზეგავლენა, რომლის რაოდენობრივი შეფასებაც ვერ ხერხდება. პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით რიას ანგარიშებს, სადაც სამეცნიერო ლიტერატურა და კვლევითი ანგარიშები ციტირებული არ არის. ეს ქმნის ზეგავლენის შეფასების დაუსაბუთებლობის პრობლემას. ამიტომ აქტიურად ვიყენებ სამეცნიერო ლიტერატურასა და კვლევით ანგარიშებს, რომლებიც არგუმენტების გამყარებაში გვეხმარება. ამ დროს შესაძლებელია საერთაშორისო გამოცდილების მოშველიებაც. ზეგავლენის მასშტაბის გასააზრებლად და საჩვენებლად სასურველია აგრეთვე რაოდენობრივი ინდიკატორების გამოყენებაც. თვისებრივი ზეგავლენის შეფასების გააზრება რიას მიზნების კონტექსტშიც არის აუცილებელი. ნაჩვენები იყოს, რომელ მიზნებს პასუხობს ალტერნატივა. თვისებრივი ანალიზის შეფასების სისრულისთვის აუცილებელია ზეგავლენის სრულყოფილად დანახვა. ამისათვის უნდა გავმიჯნოთ რეფორმის მიზნების მიღწევასთან დაკავშირებული გავლენები სხვა ზეგავლენისგან, რომლებიც შეიძლება თან სდევდეს ალტერნატივას და შესაძლოა საყურადღებო იყოს. თვისებრივი ანალიზის მომზადებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ იმ წყაროების ციტირება, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ კონკრეტული დასკვნები. რასაკვირველია, არსებობს დასკვნები, რომლებიც ლოგიკურად ყალიბდება ან საღ აზრს ეფუძნება, თუმცა ზეგავლენის შეფასებისას ვხვდებით ძალიან ბევრ ისეთ ინფორმაციას, რომლის დასაბუთებაც საჭიროებს გარკვეულ წინარე კვლევას ან გამოცდილებას. ციტირება დაინტერესებულ მკითხველს აძლევს საშუალებას სრულად გაიაზროს რიას თვისებრივი ზეგავლენა. ნებისმიერი შეფასების განხორციელებისას ისმის ბუნებრივი კითხვა, რასთან მიმართებაში ხდება შეფასება. რიას თვისებრივი თუ რაოდენობრივი ანალიზისას ჩვენ ყოველთვის აღვწერთ ნამეტ ეფექტებს იმ სიტუაციასთან შედარებით, როდესაც არ ხდება რეფორმის განხორციელება. ამიტომ თვისებრივი ანალიზის მომზადება ხდება საბაზისო ჩაურევლობის სცენართან მიმართებაში. ის რომ ჩვენ სწორედ ნამეტ ეფექტებზე ვსჯელობთ, სათანადოდ უნდა აისახოს ზეგავლენის ანალიზის ტექსტში. აღნიშნული ნამეტი ეფექტები სარგებლის შემთხვევაში შეიძლება იყოს დამატებითი სარგებლის შექმნა ან დანახარჯების შემცირება, რაც თავის მხრივ სარგებელს წარმოადგენს. მაგალითად, თუ რეფორმის ფარგლებში გარკვეულ გადასახადს ვამცირებთ, ნამეტი სარგებელი იქნება გადასახადის რეფორმამდელ ოდენობასა და შემცირებულ ოდენობას შორის სხვაობა, ხოლო დანახარჯების შემთხვევაში შეიძლება შევხვდეთ დანახარჯების გაზრდას ან შემცირებულ სარგებელს, რომელიც თავის მხრივ ალტერნატივასთან დაკავშირებული ხარჯია. მაგალითად, თუ რეფორმის ფარგლებში გარკვეული გადასახადი იზრდება, მაშინ გაზრდილი დანახარჯი იქნება გადასახადის ახალ ოდენობასა და რეფორმამდელ ოდენობას შორის სხვაობა. ზეგავლენის ტიპები შესაძლოა იყოს პირდაპირი და ირიბი. პირდაპირი ზეგავლენა, როგორც წესი, არის ალტერნატივასთან შესაბამისობაში მოყვანის ხარჯი, გადასახადი ან ადმინისტრაციული ხარჯი.
აგრეთვე ალტერნატივის მონიტორინგისა და აღსრულების ხარჯი. პირდაპირ სარგებელიც ის სარგებელია, რომელიც უშუალოდ ალტერნატივის განხორციელებისგან მომდინარეობს, როგორიც არის უფრო სუფთა წყალი მდინარეებში, მეტი დასაქმებული ან გაზრდილი ეკონომიკა. არაპირდაპირი ზეგავლენა უკავშირდება ალტერნატივის განხორციელებასთან დაკავშირებულ მომიჯნავე ინდუსტრიებზე გავლენას, როგორიც არის ნედლეულის გაზრდილი ფასი, რესურსების დანახარჯების ზრდა ან ეფექტები მესამე პირებზე. არაპირდაპირი ზეგავლენა შეიძლება იყოს ასევე პოლიტიკის მიზნებისგან დამოუკიდებლად შექმნილი, მაგალითად ალტერნატივის განხორციელების შედეგად გაზრდილმა საწვავის ხარჯმა შესაძლოა გამოიწვიოს ფასების ზრდა ეკონომიკის სხვა სექტორებში. თვისებრივი ზეგავლენის დახასიათებისას თქვენ ტექსტში შეგიძლიათ დაახასიათოთ ზეგავლენა სხვადასხვა კატეგორიებით, როგორიც არის დადებითი ან უარყოფითი, პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა. მაგალითად, წარმოვიდგინოთ აქციზის გადასახადის ზრდა საწვავზე. შეგვიძლია დავწეროთ, რომ საწვავის ბაზარზე მოსალოდნელია უარყოფითი პირდაპირი ზეგავლენა. მეორეს მხრივ, საწვავი ბევრი პროდუქტის წარმოებაში გამოიყენება. ამიტომ თვისებრივი ზეგავლენის შეფასებაში ასევე დავწერთ, რომ მოსალოდნელია ირიბი ზეგავლენა სასურსათო ფასებზე ან ზოგადად ფასების დონეზე ქვეყანაში. ზეგავლენის მასშტაბი შესაძლოა იყოს დიდი ან მცირე. რიას ანგარიშში მნიშვნელოვანია ნათლად წარმოვაჩინოთ ზეგავლენის მასშტაბი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი რაოდენობრივი შეფასება არ შეგვიძლია. ასეთ ზეგავლენას აღვწერთ ზოგადი ეკონომიკური თეორიის საფუძველზე ან ლიტერატურაზე დაყრდნობით. გაითვალისწინეთ დროითი განზომილებაც. ზეგავლენის ეფექტი შესაძლოა იყოს გრძელვადიანი ან მოკლევადიანი. მაგალითად, წყლის რესურსების მართვის უკეთესი პრაქტიკა არ გამოიწვევს მდინარეებში არსებული წყლის ხარისხის სწრაფ გაუმჯობესებას. სავარაუდოა, რომ ასეთმა რეფორმამ გრძელვადიან პერიოდში მოგცეს სასურველი შედეგი. ზეგავლენის შეფასებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რამდენად ყოვლის მომცველია ესა თუ ის ზეგავლენა, ან რამდენად ახდენს ის გავლენას დაინტერესებული მხარეების კონკრეტულ ჯგუფებზე. შესაბამისად, ზეგავლენა შესაძლოა გადანაწილდეს რამდენიმე ჯგუფზე, ან იყოს სპეციფიკური ერთი ჯგუფისათვის. მაგალითად, ფარმაცევტული პროდუქტების წარმოების ახალმა სტანდარტმა შესაძლოა გაუმჯობესოს წარმოებული პროდუქციის ხარისხი, თუმცა გამოიწვიოს მცირე და საშუალო მეწარმეების ბაზრიდან გასვლა. ზეგავლენა შეიძლება დაიყოს სფეროების მიხედვით. ასეთი სფეროებია: ეკონომიკური, სოციალური, გარემოს დაცვითი, ადმინისტრაციული, საჯარო ფინანსებზე, გენდერული და აგრეთვე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე გავლენა. თუმცა რიას თვისებრივ ანალიზში შესაძლოა ზეგავლენის ჩამოთვლილი ტიპებიც უფრო დეტალურად ჩაშალოთ. მაგალითად, ეკონომიკური ზეგავლენა შესაძლოა შეფასდეს კონკრეტულ ბაზართან მიმართებაში. გარემოს დაცვითი ზეგავლენა შესაძლოა იყოს გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე, ხოლო საჯარო ფინანსებზე ზეგავლენა დაიყოს ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტების მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ ზეგავლენის ტიპების არჩევისას თქვენ გაქვთ თავისუფლება შემოიტანოთ ზეგავლენის შეფასების ახალი სფეროები საკითხიდან გამომდინარე. მთავარია ისინი იყოს ყოვლის მომცველი. უმეტეს რიას ანგარიშებში აუცილებლად შეხვდებით ზეგავლენას საჯარო ფინანსებზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის, სასურველია ანგარიშში ეს დასაბუთდეს. რია მაინც პოლიტიკის ფორმირების პროცესია და ნებისმიერი რეფორმის გატარებისას საჯარო მოხელეებს და გადაწყვეტილების მიმღებებს აინტერესებთ ზეგავლენა სახელმწიფოს ხარჯებსა და შემოსავლებზე. გარდა ამისა, რიას ანგარიშების უმეტესობაში ასევე შეხვდებით ადმინისტრაციულ ზეგავლენას, რომელიც გულისხმობს იმ ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ ნაბიჯებს, რაც ალტერნატივის განხორციელებისთვის უნდა გადაიდგას. ზეგავლენა შესაძლოა განსხვავებული იყოს სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მაგალითად, კონკრეტული პოლიტიკის ალტერნატივამ შეიძლება მეტი ზეგავლენა მოახდინოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე ან რაიმე სფეროზე. ხშირად ზეგავლენა განსხვავებულია ბიზნესის ზომის მიხედვით. ალტერნატივა სხვადასხვა გავლენას ახდენს მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესზე. ამ ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია ანალიზის მომზადებისას. მიუხედავად საზოგადოებისთვის მოტანილი სარგებლისა, ალტერნატივამ შესაძლოა დააზარალოს კონკრეტული სოციალური ჯგუფი. ამ დროს თქვენი როლია მოახდინოთ ისეთი ზეგავლენის იდენტიფიცირება, რომ მომავალში გათვალისწინებული იყოს შემარბილებელი ღონისძიებები ან კომპენსირების რაიმე მექანიზმი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად რეფორმისგან დაზარალებულმა ჯგუფებმა შესაძლოა ორგანიზებულად იმოქმედონ ისეთი ცვლილებების საწინააღმდეგოდ, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლოა. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამ ზეგავლენების იდენტიფიცირება და კომპენსირების ან ზეგავლენის შემსუბუქების მეთოდების მოძიება.
თვისებრივი გავლენის შეფასებას როგორც წესი ორნაირად ვწერთ. ცხრილის ფორმით, როდესაც სვეტებში ხდება ზეგავლენის ტიპების მიხედვით ალტერნატივებზე ნარატივის მომზადება, რაც ამარტივებს შედარების პროცესს. შესაძლოა მოვამზადოთ ნარატიული ტექსტი ალტერნატივების მიხედვით ზეგავლენის თითოეული ტიპისთვის. ეს შესაძლოა იყოს 2-3 აბზაციანი ტექსტი, რომელიც შეაჯამებს თითოეული ტიპის ზეგავლენას. პირველი ვარიანტის მაგალითი წარმოდგენილია ზემოთ მოცემულ ცხრილში, სადაც შესაბამის გავლენის ტიპების გასწვრივ მზადდება ზეგავლენის შეფასების ტექსტი, რაც მკითხველისთვის უკეთ წარმოაჩენს ალტერნატივებს შორის განსხვავებას. ასეთი ცხრილის მომზადება ზოგჯერ რთულია ანგარიშის ფორმატირების თვალსაზრისით და შესაძლოა არა პირდაპირად ზღუდავდეს ტექსტის იმ რაოდენობას, რომელიც თითოეულ უჯრაში ჩაიწერება. მიუხედავად ამისა, ასეთ ცხრილში ზეგავლენის თავმოყრა მოსახერხებელია ალტერნატივებს შორის შედარების გასაკეთებლად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ კონკრეტული ალტერნატივისთვის უკვე დაიწერა გარკვეული ზეგავლენა, რომელიც იგივეა სხვა ალტერნატივისთვისაც, შემდგომ ალტერნატივაში დაწერთ მაგალითად შემდეგს. ალტერნატივა 2-ის ეკონომიკური ზეგავლენა იგივეა, რაც ალტერნატივა 1-ის პირობებში, თუმცა მოსაოდნელია ფასების უფრო დაბალი ზრდის ტემპი. თუ ზეგავლენის ანალიზისას ასეთი ცხრილის მომზადება არ გსურთ, შეგიძლიათ თითოეული ალტერნატივისთვის სხვადასხვა მიმართულებების ზეგავლენაზე მოამზადოთ ნარატიული ტექსტი, რომელშიც ზეგავლენის ტიპები ნათლად იქნება გამოყოფილი მკითხველისათვის. მიუხედავად იმისა, თქვენ ნარატიულ ტექსტს მოამზადებთ ზეგავლენის ტიპებზე თუ მას ცხრილის სახით წარმოაჩენთ, აუცილებელია სლაიდზე მოცემული ცხრილის შევსება. ამას 35 დადგენილება ითვალისწინებს. ზოგადად ზეგავლენის ასეთი მოკლე შეჯამების მომზადება კარგი პრაქტიკაა და მკითხველს აძლევს საშუალებას იოლად იპოვოს საჭირო ინფორმაცია. ამ დროს გავლენის ტიპების გასწვრივ წერთ ზეგავლენის ძირითად მახასიათებლებს, ჯგუფებს, რომლებზეც მოხდება კონკრეტული ზეგავლენა. ვაფიქსირებთ პოტენციურად ზეგავლენის საზომ ინდიკატორებს და ალტერნატივებს, რომელშიც ველოდებით აღნიშნულ ეფექტებს. აღნიშნული ცხრილი მკითხველს აძლევს თვისებრივი ანალიზის შედეგების მოკლე შეჯამებას ერთი ცხრილის სახით. ასეთი ცხრილის წინასწარი ვერსიის მომზადება შესაძლოა გამოსადეგი იყოს რიას ჯგუფისთვის თვისებრივი ზეგავლენის შეფასების ტექსტის მომზადებამდე. ის წარმოადგენს გარკვეულ გეგმას, რომლის გარშემოც მომზადდება თვისებრივი ზეგავლენის ანალიზი. შემდგომ დეტალური შეფასების მომზადებისას, როდესაც მეტ ანალიტიკურ წყაროს გაეცნობა ავტორი, ცხრილი შეიძლება განახლდეს. გენდერული გავლენის შეფასება სოციალური ზეგავლენის შემადგენელი ნაწილია. რეგულირების ზეგავლენის შეფასებისას გენდერული გავლენის შეფასებას საშუალებას გვაძლევს შექმნათ ისეთი პოლიტიკა, რომელსაც ძალუც დააკმაყოფილოს ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებები და ინტერესები. გენდერული ზეგავლენების შეფასება ხელს უწყობს პოლიტიკის შექმნის პროცესში გავითვალისწინოთ ქალთა და კაცთა განსხვავებული საჭიროებები, გამოცდილებები, ცხოვრებისეული პირობები და სხვა. ის საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ უჩინარი გენდერული უთანასწორობა და ალტერნატივების შემუშავების პროცესში მოვახდინოთ ამ უთანასწორობის აღმოფხვრა ან შემცირება. გენდერული ზეგავლენები მოიცავს ალტერნატივების გავლენის შეფასებას გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებზე. საკითხიდან გამომდინარე, შესაძლოა მკვლევარებისათვის ცალსახად ნათელი არ იყოს რიას ძირითად პრობლემასთან დაკავშირებული გენდერული უთანასწორობები. ამიტომ დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ შესაბამისი ლიტერატურის მოძიებას, მონაცემების გენდერულ ჭრილში ჩაშლასა და ანალიზს. ასევე გასათვალისწინებელია გენდერული ზეგავლენების შესწავლა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების პროცესში. გენდერული ზეგავლენის შეფასება უზრუნველყოფს, რომ შერჩეულმა ალტერნატივამ ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას. გენდერული გავლენების შეფასება და ანალიზი იძლევა საშუალებას ავირიდოთ თავიდან ეგრეთ წოდებული გენდერულად ბრმა პოლიტიკის შემუშავება. ასევე ის გვაძლევს საშუალებას განვასხვაოთ გენდერულად ბრმა პოლიტიკა გენდერულად ნეიტრალური პოლიტიკისგან. პოლიტიკის გენდერის მიმართ სიბრმავეს ვუწოდეთ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკის გამტარებელი ვერ ამჩნევს გენდერულ ასპექტებს. ყოველგვარი შესწავლის გარეშე აკეთებს მარტივ დაშვებას, რომ კონკრეტულ სოციალურ მოვლენას ან აქტივობას ერთნაირი და თანაბარი გავლენა აქვს ქალებსა და კაცებზე. ასეთი პოლიტიკა უუნაროა შეიტანოს ცვლილება გენდერული თანასწორობის კუთხით და ამყარებს სტატუს ქვოს, არსებულ გენდერულ ნორმებსა თუ მიდგომებს. ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ხოლმე გენდერულად ნეიტრალური პოლიტიკა. ეს არის ისეთი პოლიტიკა, რომელსაც არ აქვს განსხვავებული დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენა ქალებსა და კაცებზე. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა ეს ნეიტრალური გავლენა იყოს დროის კონკრეტულ მონაკვეთში და გრძელვადიან პერსპექტივაში გვქონდეს განსხვავებული გავლენები.
პირველი, რასაც გენდერული ზეგავლენების შეფასება იძლევა, არის ის, რომ გვაჩვენებს ჩვენს მიერ განხილული ალტერნატივები არის თუ არა გენდერულად ნეიტრალური, ან ხომ არ ვახდენთ არსებული გენდერული უთანასწორობების უგულვებელყოფას. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი გენდერული ზეგავლენების შეფასებისას არის ის, რომ ეს პროცესი გვაძლევს საშუალებას პოლიტიკა გავხადოთ გენდერულად მგრძნობიარე და ტრანსფორმაციული. გენდერულად მგრძნობიარე ეწოდება პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს ქალის, ასევე კაცის ცხოვრების განსაკუთრებულ მახასიათებლებს. მიზნად ისახავს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას რესურსების თანაბარი გადანაწილების კუთხით. გენდერულად ტრანსფორმაციული პოლიტიკა ქმნის შესაძლებლობას მოხდეს არსებული გენდერული ნორმებისა და ღირებულებების გადააზრება. ის ხელს უწყობს ქალთა სოციალური და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას. ამცირებს უთანასწორობას სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის და ქმნის ხელსაყრელ გარემოს გენდერული ტრანსფორმაციისთვის. გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტი გვთავაზობს 4 კრიტერიუმს, რის მიხედვითაც უნდა შეფასდეს გენდერული ზეგავლენები. ეს კრიტერიუმებია: მონაწილეობა, რაც მოიცავს სამიზნე ჯგუფის შემადგენლობას. ამის მაგალითი შეიძლება იყოს სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ჩაშლილი, დასაქმება და უმუშევრობა, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე და სხვა. მეორე კრიტერიუმი, რასაც უნდა შევხედოთ, არის რესურსები. აქ უნდა განვიხილოთ სქესის მიხედვით ჩაშლილი, შემოსავალი, დასაქმება, განათლება, საცხოვრებელი, ჯანდაცვა, დასვენების დრო, პოლიტიკური ძალაუფლება, ახალი ტექნოლოგიები, წვდომა ინფორმაციასთან, მიწის ფლობა და სხვა. მაგალითად, თუ მუშაობთ შრომის კანონმდებლობაზე, რესურსების კრიტერიუმში შეიძლება შევაფასოთ გენდერული ნიშნით განსხვავებული შრომითი ანაზღაურება, მონაცემები დასაქმების განაწილებაზე, ვერტიკალური და ჰორიზონტალური სეგრეგაცია, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ დასაქმების პროგრამებთან წვდომის შესახებ მონაცემები, ხელმისაწვდომობა ბავშვთა მოვლაზე და სხვა. მესამე კრიტერიუმი არის ნორმები და ფასეულობები. აქ უნდა შევხედოთ, ხომ არ ახდენს გავლენას და თუ ახდენს, როგორც თითოეული ალტერნატივა საბაზისო სცენართან შედარებით ნორმებსა და ფასეულობებზე. მაგალითად, ხომ არ აძლიერებს ისეთ დამოკიდებულებებს, რომ კაცი ოჯახის მარჩენალია, ხოლო ქალის საუკეთესო ადგილი და როლი სახლში დედობაა და სხვა. მეოთხე კრიტერიუმი არის უფლებები, რაც მოიცავს ჩვენს მიერ შეფასებული ალტერნატივების ანალიზს უფლებების კუთხით. უზრუნველყოფს თუ არა შემოთავაზებული რეგულაცია თანაბარ შესაძლებლობებს, ანიჭებს თუ არა ქალებს და კაცებს ჰქონდეთ ერთნაირი წვდომა, რესურსებთან და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებში. გაითვალისწინეთ, რომ გენდერული გავლენა არ ნიშნავს მხოლოდ ქალზე და კაცზე განსხვავებულ გავლენებს. ქალებისა და კაცების ჯგუფები, როგორც წესი, წარმოადგენს ჰომოგენურ ჯგუფებს და შესაძლოა თქვენთვის საინტერესო იყოს გავლენები ასაკოვან ქალებზე ან კაცებზე, ახალგაზრდებზე, განსხვავდებოდეს რეგიონის მიხედვით და სხვა სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლებით.